მეგობრებო, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და მოდით ახლა საჯარო გაშლის დახმარებით გავიგოთ. ასრულდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული სურვილი უახლოესი 3 თვის ვადაზე, მოდი ასე ვნახოთ. რაღა დარჩა 2025 წლის ბოლომდე, პრინციპში ასე 3 თვის ვადაზე. 2025 წლის ბოლომდე ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი. ასე შეგვიძლია მივცეთ შეკითხვას ფორმა 2025 წლის ბოლომდე 3 თვის ვადაზე ასრულდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული სურვილი და თუ ვერ ასრულდება, რა უშლის ხელს შევეცდები ესეც ინფორმაციულად გაგიზიაროთ, ხო? ვარიანტი პირველი, ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე. მეორე ვარიანტი, ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე. მოდით ცოტა ეკრანი ასე დავაბადაროთ და მესამე ვარიანტი, ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე. და გამოვიყენოთ ქვები, პირველი ვარიანტი ლაბრადორიდი, მეორე ვარიანტი მთის ბროლი და მესამე ვარიანტი წითელი იასპის ნიჟარა. ესეთი 3 ვარიანტია. ჩაიფიქრეთ 3 ვარიანტზე თქვენი ერთი კონკრეტული ან შესაძლოა 3 ვარიანტი დააკავოთ სურვილებით. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ვინც ვერ მოასწარით, დააპაუზეთ ეკრანი. პირველი ვარიანტი ლაბრადორიდი ასრულდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული სურვილი. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ სურვილს ხელს უშლიან. აქ მაჩვენებს, რომ თქვენ გინდათ ეს სურვილი აისრულოთ, მაგრამ თითქოს რაღაცა გასაქანს არ გაძლევთ. ხელფეხია თითქოს აქ შეკრული ბოლომდე ვერ ხდება სურვილის ასრულება. ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე. ძვირფასებო, თქვენს მიერ ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდება, მაგრამ შესაძლებელია ცოტა ვადებს გადააცილოთ. მე რა ვთქვი აქ, ხო? თქვენს სურვილს თითქოს ხელს უშლიან. შესაძლებელია ეს ისეთი სურვილია, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება და ხელის შეშლაში ეს იგულისხმება, ხო? თითქოს ეს არის სურვილი, რომლისკენაც გარკვეული გზა გაქვთ გასავლელი, გზასთან არის, ხო, ეს ყველაფერი დაკავშირებული და ეს გზა შესაძლებელია იყოს გრძელი, შესაძლებელია იყოს რთული. რა უშლის ხელს? ხო, ანუ პრინციპში აქ ხელს განსაკუთრებით არაფერი არ გიშლით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თქვენ თვითონვე ემოციურად შესაძლებელია განიცდიდეთ, ნერვიულობდეთ, რაღაცნაირად ადამიანები როგორ ვართ, ხო, როდესაც რაღაცა ძალიან გვინდა, ამას ჩვენი ზედმეტი სურვილით ვაფერხებთ ხოლმე, ხო? ან როდესაც სამყაროს კონკრეტულ შაბლონებს ვუდგენთ, ხო, რომ აი ასე უნდა ასრულდეს სურვილი და სხვანაირად არა, როგორც კი შაბლონებს მოიხსნით, როგორც კი ტვირთს მოიხსნით, როგორც კი არ გქონიათ ისეთ შემთხვევა, რომ სურვილი გინდოდათ რომ აღსრულებოდა ძალიან, მერე თითქოს მოდუნდით და როდესაც მოდუნდიდან თითქოს საერთოდ აღარ გინდოდათ ამ სურვილის მოსვლა, ან აღარ ელოდებოდით, ზუსტად მაშინ მოვიდა. რატომ? იმიტომ რომ სამყაროს აღარ აჯანჯღარებთ სურვილი ასრულდება. ეს თქვენი სურვილი ასრულებადია. მაგრამ რაღაცა დრო სჭირდება, გზა სჭირდება და მე მივხვდი აქ ადამიანი შესაძლებელია ერთადერთი განსაკუთრებული ვინც ამ ყველაფერს განფურცებთ განსაკუთრებულად ხელს უშლიდეს, ეს არის რაღაცნაირად თქვენი მომენტალური ეს რაღაცა ემოციური აფეთქება, რომ აი რაღაცა ძალიან მინდა, რაღაცნაირად არ მოდის, ხო? მე უცებ რაღაცნაირად ემოციურად ვარდებით, ხო? განვიცდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ისი არ მოდის, როგორც გინდათ. დამიჯერეთ, აქ სურვილი ასრულდება, ბოლოს სამყარო გეუბნებათ. აღარ შემიქმნა არანაირი შაბლონი, ხო? ჩვენ რაც ჩვენი სადღაც
ადამიანური არასრულფასოვანი ცნობიერი თუ ფიქრობთ, რომ აი სურვილი თუ ნებისმიერი მდგომარეობა რაღაცა ასე თუ არ სრულდება სხვაგვარად შანსი არ არის, ამაზე სამყაროს ეცინება და იღიმება, იმიტომ რომ კაცი ბჭობდა ღმერთი ეცინა და გაგვიგია, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ზემოდან დაგვრცინის, ან არა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ეღიმება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარაზე, ძალიან ვიწროზე ვხედავთ, ხო, რაღაცებს ჩვენ თვალზე ციერი ვერ ხედავს იმ მილიარდობით ჩანს, რასაც სამყარო ხედავს აბსოლუტურად, ხო? ისე ალაგებს ყველაფერს, როგორც ყველაზე წარმოუდგენლად შეიძლება გვეგონოს, რომ ეს წარმოუდგენელია, რომ ეს ასე მოხდეს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თქვენი სურვილი ასრულდება, ასე რომ დაელოდეთ, გზაშია და ჩემი რჩევა, შაბლონები მოვხსენით და სამყარო არ ვაჯანჯღაროთ. დაგემშვიდობებით. პირველი ვარიანტი, გადავედეთ მეორე ვარიანტზე. ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ასრულდება აუცილებლად და აქ მაჩვენებს, რომ აქ იქნება ადამიანის მხარდაჭერა, ხო? ან შესაძლებელია საჭირო იყოს ადამიანის მხარდაჭერა, ხო? ან მოლაპარაკება, სხვა ადამიანთან კომუნიკაციაზე გასვლა, ურთიერთშეთანხმება, ხო? როდესაც ორი ადამიანი ერთი და იგივე იდეისკენ, ერთი და იგივე აზრისკენ მიისწრაფის. აქ მაჩვენებს, რომ სურვილი ასრულდება, კარგი არკანი ამოვიდა. კიდევ შევეკითხოთ, ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე სურვილი, არკანი მაგი და არკანი კვერთხების რაინდი. ეს კონკრეტული სურვილი თქვენ აგისრულდება 2025 წლის ბოლომდე, მე შემიძლია გითხრათ, რადგან თქვენ გაქვთ აბსოლუტურად ყველანაირი ცოდნა, შესაძლებლობა, თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სურვილი აისრულოთ. აბსოლუტურად ყველაფერი გაქვთ ამისათვის და უფრო მეტიც თქვენ ამის ენერგია გაქვთ, თქვენ ამ სურვილისთვის დაბადებული ხართ. აი ეს სურვილი რაც ჩაიფიქრეთ, რაც უფრო ბევრჯერ აიხდენთ ამ სურვილს, თქვენთვის მით უფრო მომგებიანიც იქნება, სასარგებლოც იქნება და რატომაც მინდა გითხრათ, რომ მით უფრო მეტად უზრუნველი იქნება თქვენი შემდგომი წლები. არ ვიცი აქ რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ ახლა გაქვთ, ახლა ხართ ცხელი, ახლა დუხ ხართ, ახლა გაქვთ ენერგია, ასე რომ მიდით, შეუბერეთ. ყველაფერი გამოგივათ. ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ არის რამე, ეგეც დავასკანეროთ ოცებ. ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ არის რამე. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ გატრიალდეთ ამ სურვილისგან, რაღაცნაირად სხვა რაღაცაზე გადაერთოთ, ან ვიღაცამ რაღაცა გითხრათ, იმედი გაგიცრუვდეთ, რაღაცნაირად ცოტა ხანი გადაიფიქროთ, არ გადაიფიქროთ, არ გაგიცრუვდეთ იმედი, არანაირად არ ჩაქრეთ ემოციურად. აქ ჩანს, რომ თქვენი სურვილის ასრულება შესაძლებელია ძალიან იყოს დამოკიდებული მეორე ადამიანის მხარდაჭერაზე, ან უშუალოდ ძალიან ისეთი ადამიანი ხართ ემოციურად ესეთი ემოციურად ძალიან გამჭირვალე, ხო, ყველანაირ ემოციას ძალიან ინტენსიურად იღებთ. უარყოფითაც და დადებითაც. და აქ არის უბრალოდ იმის საშიშროება და მომენტი, რომ უბრალოდ რაღაცნაირად ემოციურად ცუდად განაწყოთ საკუთარი თავი და ამან არ მოგცეთ სურვილის ასრულების საშუალება კი არა, რაღაცები გაწელოს, რაღაცები ყურადღებები გადაგატანინოთ. თორე სურვილს აისრულებთ, აუცილებლად აისრულებთ. თუ რაიმე საყიდელს ეხება, იყიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ამას შეძლებთ. მოკლედ, ყველაფერი თქვენსკენ არის. ყველანაირად დაგლოცოთ სამყარო. მესამე ვარიანტი, მოდით ვნახოთ. წითელი იასპის ნიჟარა, ვინც აირჩია, აქ ისრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ძვირფასებო, ეს სურვილი არ ასრულდება 2025 წლის ბოლომდე და მე ესეთი კითხვა მაქვს. ეს სურვილი საერთოდ თქვენ გეხებათ თუ არა? რაღაცნაირად არ გაუბრაზდეთ სამყაროს თუ ეს სურვილი არ გისრულდებათ. ან არ გისრულდებათ 2025 წლის ბოლომდე. თითქოს არ უნდა ამ სურვილს ასრულება და თითქოს დრო იწელება, ან უბრალოდ სიტუაცია ისე
ვითარდება, რომ ეს სურვილი არ ასრულდეს. იმიტომ რომ ეს სურვილი არ უნდა მოვიდეს თქვენამდე, თქვენ წარმოიდგინეთ. რაღაცას ხელს უშლის, რაღაცაში ერევა ეს ყველაფერი, რაღაცა პროცესში. მიხვდით ხომ, სხვის ცხოვრებაში შესაძლებელია რაღაცას ერეოდეს, ხო ეს პროცესი. თქვენი სურვილი თუ სხვის ცხოვრებასთან არის კავშირში, გასაგებია ყველა სურვილები, მაგრამ თუ კი ადამიანს ან სიტუაციას ვთქვათ, რომელშიც მარტო თქვენ არ ხართ, რაღაცა ესე განვითარება არ უწერია, არ გაბრაზდეთ სამყაროზე. რა გიშლით ხელს, რომ ეს სურვილი აგისრულდეთ? ყველანაირად იკეტება გზა, რომ ეს სურვილი აისრულოთ. ყველანაირად. არ ხართ არც მზად, არც თქვენი არ არის ეს ყველაფერი. ეს სურვილი არ უნდა ასრულდეს. კი, თქვენ შესაძლებელია ამ სურვილის ასრულების შედეგად ნამდვილად იფიქროთ, რომ აი ყველაფერი დამთავრდა, მე თვითკმარი ვარ, კარგად ვარ, მაგრამ რაზეც არის ეს სურვილი, თვითონ იმ სურვილში არ არის რაღაცა კარგად, არ არის რაღაცა დასრულებული, ძალიან პრობლემურია. სადღაც მინდა ვთქვა, ყველას არ ეხება, მაგრამ სადღაც დაწყევლილია ეს ყველაფერი, არ ვიცი, ძალიან ცუდი ენერგია არის ამ სურვილში. ყველანაირად თითქოს გააძლევთ სამყარო ნიშანს, რომ ეს არა სხვა, ეს არა სხვა. აი შესაძლებელია სიტყვები ახლა თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანი მესიჯის მატარებელი იყოს. ეს არ გინდა, სხვა აირჩიე. სხვა გზა, სხვა მიმართულება, სხვა შენობა, სხვა ადამიანი, სხვა აირჩიე. და თუ სხვას აირჩევს, თუ სხვას აირჩევთ, უკეთესი იქნება, თუ სხვა გზას აირჩევთ, რთული იქნება, მაგრამ უფრო მეტად შესაძლებელი იქნება ამ სურვილის ასრულება, ვიდრე ახლა რა გზითაც მიდიხართ, არ არის სწორი. დაგემშვიდობებით სამივე ვარიანტს, ველოდებით თქვენს კომენტარებს, მესამე ვარიანტი განსაკუთრებით თქვენთან მაინტერესებს, რატო არის და როს არკანები, რატომ არიან ასე კატეგორიულად განწყობილნი თქვენ სურვილთან დაკავშირებით რა ხდება. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.